გამარჯობა. შევიდა ეს არის. კიდევ ერთი პოდკასტის ვეშნათ. YouTube-ზე. დღეს თუმრად ყავს. ოკეი. სალამი მეგობრებო, კვლავ YouTube-ზე ვართ. ჩვენთან სტუმრად არის დღეს მედია ტაბატაძე. სალამი მედია. სალამი. კარგად, მადლობა. მედია არის ორგანიზაციული განვითარების და ადრესურსების კონსულტანტი. კითხე რომ როგორ წარგადგინო მეთქი, იმიტომ რომ რამდენიმე რეგალია აქვს და მიხარია ძალიან ჩვენთან ახლა სტუმრად. მადლობა მოწვევისთვის. ხშირად არ ვიკოთებით ხოლმე, მაგრამ სოციქსელებით სულ გადავენებ მოკლედ თვალს და ძალიან დიდი კომპლიმენტი უნდა გითხრა, ხვდები რომ სულ საკუთარი თავის განვითარებაზე ხარ ორიენტირებული, ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ ახალს და ძალიან ვაფასებ მაგას, როცა ადამიანი სულ რაღაცა თვითგანვითარებაშია და სწავლაში არის რა და საიდან გაქვს ხოლმე მაგის სულ არ ვიცი ჩვევაში არის გადასული, სურვილი გაქვს შენ, რაღაცა ფომოა თუ აი მაგის წყაროს რა გაძლევს ხოლმე ისე არელოდი ალბათ ამ კითხვას, მაგრამ მაინტერესებს. არის ისე მიფიქრია მაგაზე, ენერგია მეაქვს მე რაღაც კონცენტრაცია ჯობია ბევრი რამეზე ინფორმაციის ქონას. ცნობის მოყარე ვარ და ყველაფერი მაინტერესებს. ეს ჩემი ცნობის მოყარეობა შეიძლება გამოვლინდეს ესეთი სახით, მაგალითად ამას წინათ რაღაცა სტატიას ვკითხულობდი და ნახსენები იყო, გვარი დამავიწყდა მე რობერტ პენ უნივერსიტეტის კვლევა, სადაც აღწერილი იყო საინტერესო ამბავი და მოკლედ ამ კვლევის შინაარსმა დამაინტერესა, მეუძებნა და აღმოაჩინა ძალიან საინტერესო ამბავი. ხო, ეგეთი რაღაცეები მჩვევია, მახასიათებს, თუ რაიმეზე გამიჩნდება მაგალითად და თითქმის ყველაფერზე რაღაცას რო წავიკითხავ, საინტერესო თემაზე მიჩნდება კითხვები და ვცდილობ დამატებითი ინფორმაცია მოვუწებნო. ამ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას კიდე მოსდევს. ასე მაქვს მე მოძებნილი უამრავი წიგნი, რომელიც წავიკითხე და კმაყოფილი ვარ. მაქვს ესე იგი პრემიუმ ხარისხის სია, შეიძლება ესე დავარქვათ მედია გამოცემების და თემების რაც მაინტერესებს და სადაც უნდა წავიკითხო. და თუ რაიმე სფერო ძალიან მაინტერესებს ხოლმე იმას ვსწავლობ. ეხლა ესეთი არის ეკონომიკა. მართლა აქამდე AI იყო, მგონი რაღაცა საინტერესოა, მაგრამ რამდენიმე პროგრამულ ენასაც სწავლობდი მახსოვს. რამდენიმე პროგრამული ენის სწავლა გაჩერდა ზუსტად იმიტომ, რომ კი ბატონო და შესაბამისად ეს ჩემი დაუშვათ ენერგია და რესურსის ინვესტიცია სხვაგან გადავწყვიტე. მქონდა რაღაც ესეთი კითხვები შუაში სტენფორდის ის იყო ლიდის პროგრამა, მქონდა კითხვები და ეხლა კერა და რამდენი ხანია ძალიან მომწონს ეკონომიკა. აი ესეთისთვის დიდი ვარ, თორე ძალიან დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, მაგრამ ეხლა ონლაინ ვსწავლობ მასტერის პროგრამა. ძალიან მაგარია. ჩვენი პოდკასტის ისტორიაში რაღაც ისტორიის ცოტა ისე ჟღერს დაახლოებით 4-5 გადაცემა გქონდა, მაგრამ ისე მიეწყო რომ დასაწყისში ლევან გიორგაძე მყავდა და მოკლედ ისაუბრა აი კორპორატიული კულტურიდან რაღაცა აი გამოსვლის ეგზიტის სტრატეგიაზე ფაქტობრივად მე მუდმივ ფინანსურ შემოსავლებზე როგორ შეიძლება რაღაცა ფული მაშინაც ვაკეთოთ როცა გვძინავს მაგალითად და მე მიყვა მე რაღაცა ადამიანი ყავდა რომელიც წამოვიდა ასე და საკუთარ შეკვეთებს იღებს და ფრილანსერობს მე მაგალითად პიცერიის დამფუძნებელი ყავდა და რაღაც ამ გზაზე წავედით თავიდან რა მაგრამ ბევრი ადამიანი არის ვისაც საერთოდ არ უნდა წამოსვლა უნდა კორპორატიულ სამყაროში დარჩენა და უნდა დასაქმება შეიძლება გარკვეულწილად მაინც ჩვენ ხშირად რაც ბაბლში ვართ ხოლმე რა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომლისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. დასაწყის ეტაპზე არ აქვთ ხოლმე ძალიან ხშირად მოკლედ ინფორმაცია, როგორ შეიძლება მიხვიდე მაღალ ანაზღაურებად სამსახურამდე რა. მიხვიდე, იმიტომ რომ ესე უცებ ბუნებრივია რომ არაფერი არ ხდება. შესაბამისად დღევანდელი თემაც ძირითადი თორემ მე ალბათ მოიტანს, მინდა რომ ამაზე იყოს და ჩათვალე რომ ალბათ უმეტესად ის ადამიანები ჩართავენ ამ პოდკასტს, ვისთვისაც ეს
გზა ჯერჯერობით უცნობია რა. ჩათვალე რაღაცა გზა. როგორ მივიდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურამდე? მათ შორის და იქ რა შეიძლება დახვდეთ და აი ზოგადად რა ხდება მაგ სამყაროში რა. დაახლოებით რამდენიმე კითხვა გვაქვს აქ. რენდომაიზერის პრინციპით შეგიძლია ამოიღო და მაგ თემებს გავყვეთ მოკლედ, რომელიც გვექნება. კარგი, სანამ თან კითხვას წავიკითხავთ, მე ესე დავყოფთ. არსებობს სამსახური, მაღალანაზღაურებადი და არსებობს მაღალანაზღაურებადი საქმე. დღეს შეგვიძლია ეგრე გავმეჯნოთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს საქმე იგივე მაგალითად ფრილენსერი, რომელიც ისეთ სამუშაოებს ასრულებს, საქმე აქვს ისეთი, რომელიც კარგი, ანუ შემოსავლიანია ემოციურად და ფინანსურად, ანუ მომწონს და კარგი შემოსავალიც მაქვს და სამსახური მიმაჩნია, ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მიმაჩნია, რომ ამ ორ შორის განსხვავება არსებობს. სამსახური, როდესაც ხვის დაქვემდებარებაში. ეგრე ვართ. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმების დროს ადამიანის ტიპაჟს, ეგრეთ წოდებულ ხასიათს, ხო? ხო, აი ქარაქტერს რო ეძახიან. კი. ეს ახლა თანამედროვე მასში ბიზნეს სამყაროში ამას თავისი სახელიც მოეძებნა, ეს არის დაქირავება ღირებულებების მიხედვით. ახლა ეს გულისხმობს შემდეგს. ყველას ჩვენი ინდივიდუალური ღირებულებები გაგვაჩნია, რომელიც წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ რა ოჯახურ გარემოში ვიზრდებით, შემდეგ როგორი არის ჩვენი მიკროსოციუმი, მოდი ესე დავარქვათ, თუ გნებავთ სკოლაში, გნებავთ უნივერსიტეტში, ეს ღირებულებები ფორმირდება და ადამიანს თავის განსხვავებული წარმოდგენები აქვს, თუნდაც მაგალითად განვითარებაზე, თუნდაც მეგობრობაზე, ან ერთგულებაზე, ხო? მაგიტოა რომ ორი ერთნაირი მოსაზრება რაღაცა იმაზე შეიძლება არ არსებობდეს, სადღაც დიალოგი სჭირდება, რომ გადავამოწმოთ ერთნაირად გვესმის თუ არა, თუნდაც მაგალითად გუნდურობა. აქედან გამომდინარე, ეს ღირებულებები არის ის, რაც ჩვენი კომპასია ადამიანების, როგორ აღვქვამთ რაღაცებს. მაგალითად, რა კი ხა ეს ბიზნეს თოქია მაინც, მაგალითად ვიღაცისთვის თუ არის მიუღებელი, რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩემთვის მაგალითად მიუღებელია, რომ ვიმუშაო 24/7-ზე, ხო? შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისთვის მიუღებელია ადამიანი, მაგალითად სამუშაო საათები რომ დასრულდება, სახლში წავიდეს. აი ესეთი მოსაზრებები არსებობდეს პარალელურად. შეიძლება კიდევ უამრავი არსებობდეს ამ თემაზე, არსებობს კიდევაც. და ადამიანების ესეთი მოსაზრებები მოდის მათი ღირებულებებიდან. ღირებულებებიდან როგორ აღვქვათ სამყაროს, ეს ერთი, მეორე, როგორ აღვქვათ სამყაროს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ასევე ჩვენ რა ემოციები მოგდის ხოლმე მერე მოვლენების მიმართ. ეს ემოციები უკვე მერე გარდაიქმნება და კონვერტირდება ქცევებში და შესაბამისად ადრეულ რა, ორგანიზაციები დაქირავებისას რა თქმა უნდა აკვირდებოდნენ როგორი ტიპაჟია ვციტირებ და ეხლანდელი მოცემულობა გვაქვს ესეთი ტიპაჟის დასადგენად გარდა იმისა რომ შეიძლება იყოს ორგანიზაციებში ფსიქოტიპის შესაფასებელი ტესტები ესეც არის უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და გამიკეთებია ორჯერ ამის პარალელურად აკეთებენ ღირებულებების მიმართულ ინტერვიუებს, მინი-кейსები ვითარი, როგორ მოიქცევა ადამიანი რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. ძირითადად ეგ შეიძლება იყოს მორალური დილემა, კრიზისული სიტუაციები და შეიძლება იყოს კიდევ იცით როგორი ისა კრიზისი ცოტა ის გამო ოქსიმორონი, მაგრამ სიტუაციები, როდესაც ხო მორალური დილემაა ეგეც რა მეტი ძალაუფლება აქვს და როგორ მოიქცეოდა რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში. რატომ აკეთებენ ასეთ ინტერვიუს? ღირებულებებით თანხმდება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით გაუჩნდება ადამიანს კითხვა, ვინც ახლა გვისმენს, რომ კაცო, მე ხო რაღაც კონკრეტული პროფესია ვიცი, მე შემიძლია ეს კონკრეტული რაღაც საქმე X გავაკეთო, საერთოდ რაში შეიძლება კომპანია საინტერესებდეს, მე როგორ უყურებ სამყაროს. მაგრამ ამავე დროს ეს ძალიან დიდი ღირებულების მონტანია. ხო, ეს მე როგორ უყურებ სამყაროს განვაზოგადე, მაგრამ თუ ჩვენს მსმენელს გაახსენდება რომელიმე მისი კოლეგა, რომელიც უცნაურად მოიქცა, ეგ არის მისი ღირებულებების ერთ-ერთი გამოვლენა ქცევაში, მისი ღირებულებებიდან რომელიმეს გამოვლენა ქცევაში, რომელსაც ჩვენ მე საყოფაცხოვრებო ენაზე უცნაური
მოვუძებნეთ ახსნა. ხო, შესატყვისი არის, რომ რა უცნაური ადამიანიან ქცევა. ხო, ეხლა ღირებულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი გამოცდილებითაც, მოსაზრებითაც და აბსოლუტურად ვეთანხმები თანამედროვე პერიოდში ღირებულებებით თანხვედრა და გუნდის გაერთიანება ან შექმნა ძალიან ესეთი რთული ამბავია, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან მაშინ უკვე ორგანიზაციებში და კი სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირად აღიქვავს, ამაზე ხო საუბრობენ სულ იმას მოვლენებს, რაც ჩვენს გარშემო ხდება და საზოგადოებაში ან ორგანიზაციებში, ამიტომ ეს ღირებულებებით თანამშრომლების შერჩევა ან მსგავსი ღირებულებების მქონე გუნდის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ორგანიზაციაში. ადრე ამაზე ვამბობდით, რომ ჩვენს კულტურაში ვერ გამოვა ასეთი ადამიანის მიღება. და ეხლა ამას თავისი სახელი ქვია ღირებულებები, რომლებიც თუ რადიკალურად განსხვავდება და განსხვავდება, რთული იქნება სამართავად. იმიტომ რომ ეს როგორც ვახსენე, დეკადების განმავლობაში ფორმირდება, ტრანსფორმაციებიც ამიტომ არის რთული, პოპულარული ლიდერობის განვითარება ზუსტად ამაზე მიუთითებს, რომ ადამიანებისთვის და საქმებულებისთვის უფრო სწორად სხვადასხვა თაობებისთვის ის ღირებულებები, რომლითაც გასულ საუკუნეს ორგანიზაციები იქნებოდა და იმართებოდა, აღარ არის საინტერესო და მისაღები. ამდენი ლიდერობის კოუჩი და ტრენინგი და პროგრამა ამიტოა, თუმცა მანდარი ერთი ამბავი, ეგ არის ხანგრძლივი პროცესი. ხო. რომელმაც ჩვენი ღირებულებების რედიზაინი უნდა გააკეთოს. იცი რა, ძალიან საინტერესო თემა. თუმცა ბოდიში დავამთავრებ მაინც საფუძვლიანი შეცვლაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს არ უნდა მოხდეს. ვერ მოხდება. ვერც მოხდება. ანუ გამოდის, რომ ადამიანმა ეს კითხვა მქონდა, რომ როგორ უნდა იმუშაოს თქო საკუთარ ღირებულებებზე, მაგრამ ან პირდაპირ ალბათ ისეთი კომპანია უნდა მოძებროს თვითონაც, რომელიც ალბათ მის ღირებულებებთან ახლოს იქნება. თუ აი მაგ დილემას როგორ უნდა გამკლავდეს. ისედაც ასე შეარჩევენ ღირებულებები, როგორც თქვენს კითხვაშია ფსიქოტიპი და ქცევები. ეხლა ზედაპირზე რაც ჩანს ეს არის ქცევები და ფსიქოტიპისთვის ტესტები, როგორც ვახსენეთ, აქ ტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო ესე. შესაბამისად, ინტერვიუ ქცევები არის ის, რაც სიგნალებს იძლევა ჩვენ როგორი ზნეჩვეულებების ვართ, საყოფაცხოვრებო ენაზე ვიტყვი ისევ და როდესაც მაგალითად ინტერვიუზე ადამიანი ამ ქცევებს თავისუფლად გამოავლენს, ეს ხო ჩემი ბუნებრივი ქცევა, მე ხო ვერ მივხვდები თქვენთვის რა შეიძლება იყოს მოსაწონი რა. ზუსტად ხო. შესაბამისად, იქ უკვე სიგნალია და მეორე კომუნიკაცია. როგორც ვფიქრობთ, ისევ საუბრობთ. ჩვენ სიტყვებში ჩანს ჩვენი მაინდსეტი, ჩვენი ღირებულება, ჩვენი ხასიათი. რა სიტყვებსაც ხშირად იყენებს ადამიანი, ეს არის საკმაოდ კარგი საბადო იმისთვის, რომ გავარკვიოთ მისი ძირითადი, ესე იგი, დრაივი, როგორც კარიერული განვითარებისთვის, ურთიერთობებისთვის, რა შეიძლება იყოს მისი ტიპაჟი, როგორც აქ წერია და ღირებულებებიც. ანუ გამოდის, რომ ყველაზე ასე თქვათ სწორი სტრატეგია არ იყო ბუნებრივი გასაუბრებაზე. არ ეცადო, რომ ალბათ რაღაცა თავი მოაჩვენო ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც გამოვლინდება ეგ და თუ აი რას უჩვენდი ეგ ადამიანებს. მე მგონია, რომ აი თავის მოჩვენება სიტყვა არ მომწონს, იმიტომ რომ ესე მიმაჩნია, რომ ორი ადამიანი, უცხო ადამიანი ერთმანეთთან საუბარს, რა თქმა უნდა, პოზიტიური თემებით იწყებენ და აგრძელებენ. როდესაც გასაუბრებაზე ადამიანი მიდის, იქ საკუთარი ცოდვების ასაღიარებლად არ ამგონია, რომ ვინმე მიდიოდეს, ხო ასეა. ამიტომ მეორე მხარეც და დასაქმების მსურველიც უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ გასაუბრება უნდა იყოს არა მაგალითად რამდენად კარგი ვარ და თავი მოგაჩვენო, არამედ ისეთი შინაარსის, როდესაც გამსაუბრებელი ორგანიზაცია უფრო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სწორი კითხვები დასვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. თუ ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ და იმ კონკრეტულ საქმეს რაც ჭირდება, ეს მაგალითად გამოცდილება თუნდაც, უნარები, როგორ ახერხებს და აკეთებს უკაცრავად, ან რა მოწონს, რა აღაფრთოვანებს, ასეთ კითხვებს
გვაქვს თუ არ დავსვათ და უბრალოდ ყველაფერზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა მე სასაუბროთ და მისთვის მხოლოდ პოზიტიურზე ვისაუბრებ მომავალ დამქირავებელთან, ვეტყვი რომ ძალიან კი თავისი არის, ვეტყვი რომ ძალიან მაგარი ვარ რაღაცაში, ძალიან კარგად გამომდის, ახალი შესაძლებლობები მინდა და ასე შემდეგ განვითარების და კონკრეტულად რა არის ის მიმართულებები, რაც აინტერესებს რომ მომავალში ანაკეთოს, ან ისწავლოს, ასეთი კითხვას რო დავსვამ ადამიანს, რატომღაც მგონია რომ ვინც როდესაც საუბრობთ ხოლმე მინდა განვითარება, ბევრს გაუჭირდება პასუხის გაცემა. დაკონკრეტება, ხო? თუ არსებობს თუნდაც მალთედა 2-3 ისეთი ან თვისება, თუნდაც ან ხასიათი, რომელიც შენი გამოცდილებით, გაცილებით უფრო ფასობს 21 საუკუნეში ორგანიზაციებში. აი ესეთ ადამიანებს ვეძებთ ხოლმე უმეტესად. ეხლა ჩვენი კვლევებითაც ესე არის, ეძებენ გუნდურს აუცილებლად. ანუ გუნდში მუშაობა რომ მოწონდეს და შეეძლოს, ხო? გუნდური მუშაობა. გუნდური მუშაობაზე თუ დრო გექნება, ან გვაქვს აი ამ პასუხს რო გავცემ, მე ვიტყვი ორი სიტყვით რატოა საინტერესო. გუნდური ადამიანი ძალიან ხშირად ხდება სტრესგამძლე, ამტანი და განვითარებაზე ორიენტირებული. აი სამი უნარია, 3 თვის წინ გავაკეთე რა უნარებს ეძებენ დასაქმების ბაზარზე საქართველოში და თუ ეს ინფორმაცია ეხა ცხადდება საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომია ამ უნარებზე, შეგვიძლია ჩვენც რომ ხაზგასმით აღვნიშნოთ. ეხა გუნდურობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ გუნდურობა ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ მე ასე მგონია რომ გუნდურობა არის ის უნიკალური და ძალიან კარგი უნარი, როდესაც 8 განსხვავებული იდეის მოთმინებით მოსმენა შეგიძლია და გაანალიზება და არა 8 განსხვავებული 8 ეხა პირობითად ვამბობ, რამდენი ადამიანიც არის, მინიმუმ 8 ან 7, 6, ანუ გუნდის წევრები, რომლებიც ერთობლივად რაღაცას მუშაობთ, იმათი მოსაზრებების მოსმენა უნდა შეგეძლოს. იცოდე. შეგეძლოს არა, კი, მოსმენა არის ყურით, მოსმენა არის გონებითა და გულითაც, ანუ გული ხა იმას ვამბობ, გულის ყურის სმენა. ხა, ესეთი. აქედან გამომდინარე, გუნდურობა არის ის, რაც ძალიან საინტერესო ფენომენია. გუნდურობა არ გულისხმობს იმას, რომ ერთად დავჯექით მხოლოდ და აი მიგითითე, რა უნდა გააკეთო თუ გავაკეთოთ ერთობლივად, ეს არის აი ძალიან კარგი საშუალება თუნდაც ადამიანმა ისწავლოს, თუნდაც ადამიანმა ახალი გზები აღმოაჩინოს, განსხვავებული და ახალი იდეებიც და ინოვაციებს განსაკუთრებით გუნდურობა სჭირდება. ამიტომ მე ვამბობ, რომ გუნდურობა ეს არის სოციალური, ესეთი რომ ვთქვათ, კულტურა, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის აზრის მოსმენას, მიღებას, გააზრებას და პატივისცემას. ოკეი. ესეთ кейსი რო ავიღოთ, რომ მაგალითად 2 ადამიანი არის, ორივე სურს ჩვენთან დასაქმება და ერთ ადამიანს ამ კონკრეტული საქმისთვის რა უნარებიც და სკილებიც საჭირო არის უფრო მეტი აქვს, მაგრამ მისი აი ეს ხასიათი და ქარაქტერი, რასაც ვუძახით, შედარებით უფრო ნაკლებად ძალიან არა, მაგრამ ნაკლებად მისაღებია რა. და არის მეორე ადამიანი, რომელსაც ეს სკილები ცოტა უფრო ქვედა ეტაპზე აქვს, შეიძლება არ არის მართლაც სენიორი, მიდლია ან თუნდაც ჯუნიორი, მაგრამ ძალიან მოგწონს მისი ეს ხასიათი. ამ ადამიანს უფრო მეტ უპირატესობას მიენიჭებენ. ეს ხდება ყოველთვის. კი, იმიტომ რომ ეს არის სწორი დაქირავება. წეღანდელ ჩემს ჩამონათვალს თუ დაუბრუნდებით, ადამიანის ხასიათი გარდაიქმნება ქცევაში და როდესაც საუბარი არის თანამშრომლობაზე, თუ ვხედავთ რომ ის ქცევები უკვე თვალში გვხდება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა იქნება ხარჯიანი. ესე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შეიძლება ცოტათი გაპატიონ რაღაცა კონკრეტული პროფესიის არცოდნა. და უპირატესობა მაინც შენ მოგანიჭა. პატიებაზე არ არის. ესე იგი, ხო, ნუ უტრირებულად ვიზახებ, არგად რომ ასე ვქნათ, თანამშრომლობა ეს არის სოციალურ-ეკონომიკური
აქტივობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, რომ არსებობდეს მსგავსი ინტერესები, ღირებულებები და თანხwebdra მოსაზრებებში. და როდესაც ეს თავშივე გარღვეულია, თანამშრომლობა მეტოქეობაში გადაიზრდება ან კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ეს პატიება არ არის ეს მოცემულობა. აი თუ დავუშვათ პატიებას შევატრიალებთ მე პირველ შემთხვევაზე, როდესაც ხასიათი უცნაური აქვს, მაგრამ აი აქ უფრო შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ვაპატიეთ, რომ ჩვენაირი არ არის, აი ეგ არის საინტერესო გამონაკლისები. მანდ მენეჯერმა, მენეჯმენტმა, ლიდერმა ძალიან კარგად უნდა შეაფასოს და გაიაზროს რა შეიძლება იყოს ის რისკები, რაც განსხვავებული, ხო, იმას მოყვება. შესაძლებელია სპეციალურადაც გააკეთო, იმიტომ რომ გუნდის დინამიკა შეცვალო და სხვა ადამიანი მოვიდეს განსხვავებული ხედვებით და გუნდში სადაც ჰარმონიული, ესეთი კოლაბორაციონიზმი არსებობს და კონფორმიზმი დაარღვიო. განსხვავებული დინამიკა გინდა და შედეგები, მაგრამ თუ ეს არ გვინდა და ყავს ადამიანი, კი, და ყავს ადამიანი და ამ გუნდური მუშაობის შენარჩუნება გვინდა, იმიტომ რომ ამ შედეგები მოგწონს და განსხვავებული ადამიანი მოყავს, იქ აუცილებლად იქნება დისბალანსი. ოკეი. ძალიან საინტერესოა რეალურად რამდენი მიზეზი შეიძლება გქონდეს რომ მაგალითად რაც კონკრეტულ გასაუბრებაზე ვიყოთ, ან გავაგზავნოთ სადღაც ჩვენი რეზუმე და არ აგვიყვანონ. შეიძლება ადამიანებისგან ხშირად მსმენია, რომ წესით ძალიან ვერ გებოდი რაღაც ამ კონკრეტულ საქმიანობას მაგალითად, მაგრამ შეიძლება უკან არ ჭირდებოდეთ ზუსტად ესეთი ტიპაჟი მაგალითად და მოკლედ აი ბევრი რაღაც მიზეზი არის სინამდვილეში, რის გამოც შეიძლება არ შედგეს კოლაბორაცია რა. აი ყველაზე ხშირად რის გამო შეიძლება ადამიანი არ აიყვანონ სამსახურში. გარდა აი ამ თუნდაც ხასიათის. ეს დამოკიდებულია ორგანიზაციაზე და რა თქმა უნდა, იმათ ორგანიზაციულ კულტურაზე. ჩემთვის თუ მისაღები შეიძლება იყოს პავლე, ლევანისთვის შეიძლება არ იყოს და პეტრე იყოს მისაღები. პავლე, პეტრე ეს ურთმოთრეული. ხო, ესეთი ის არის. შესაბამისად ეს რატომაც უარი შეიძლება უთხრან ადამიანს, ეს არის ორგანიზაციული კულტურა. ამ კულტურით დეკლარირებული ღირებულებები, ხედვები, რომლებიც ადამიანებს გარკვეულ იმას კომფორტს უქმნის, ვინც იქ მუშაობს და თუ დავუშვათ არ აღყავთ მაგალითად მედია და აიყვანეს იგივე პავლე, ეს იმიტომ რომ მედიას არ აქვს ისეთი იმას შესაბამისობა იმ ღირებულებებთან და ორგანიზაციულ კულტურასთან და პავლეს უფრო აქვს. ამიტომ რა არის ახლა CV-ით და კარიერული გამოცდილებით ადამიანები, რა თქმა უნდა, ვამაყობთ, გამოცდილებით კი არა მიღწევებით, უკაცრავად კარიერული მიღწევებით ადამიანები ვამაყობთ. ჩვენი ცოდნითაც ვამაყობთ, მაგრამ არის ძალიან საინტერესო რამ, რაზეც მიფიქრია. შეიძლება ძალიან ბევრ და რეიტინგულ უნივერსიტეტში ვისწავლო, კარგი ცოდნა მქონდეს, მაგრამ თუ ჩემი ღირებულებებიდან და ქცევიდან გამომდინარე ცოტა ორგანიზაციაში თუ მოვახერხებ ამის კონვერტაციას, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაც ვისწავლე იმას რეალიზაცია გავუკეთე. ესე იგი, თუ ადამიანს აქვს ძალიან კარგი და შთამბეჭდავი განათლება და CV, ეს ერთ-ერთი მუდმივად იმას და ცალსახად იმას არ გულისხმობს, რომ თუ მუშაობდა სადღაც ის ჩვენთანაც ასეთივე წარმატებით იმუშავებს. კი არა, ორგანიზაციები დიდ ბაზრებზე დღეს ყურადღებას აქცევენ უკვე კანდიდატის, რომელი კანდიდატი იქნება, თუ რომელი ადამიანი იქნება, თუ რომელი გამოცდილება იქნება, უпростоრად მათთვის საინტერესო, იმიტომ რომ ორგანიზაციული კულტურა ჩვენზე რა გავლენასაც ახდენს, ეს მიმართულება ჩვეულებრივია, HR-ი მუშაობს ხოლმე ამისთვის, ნორმირება და ფორმირება უნდა მოახდინოს ჩვენი ქცევების. და აქედან გამომდინარე, მე შეიძლება მქონდეს განცდა და კი არა და საღათ ვაფასებდე, რომ ჩემი გამოცდილება ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ შენი ორგანიზაციისთვის მიუღებელი იყოს აი ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც მე მაქვს, იმიტომ რომ თქვენთან საქმის გაკეთების, ურთიერთობის, თანამშრომლობის მართვის განსხვავებული წესები არსებობს.
აი ერთი მაგალითი გამახსენდა Spotlight-ზე შენ გამოსვლაში როცა მოყევი როცა სადღაც მახსოვს უარი მომივიდაო მახსოვს ამბობდი და კარგი იყო ეგრე მოხდა იმიტომ რომ რაღაცა ჩემთვის ეგრე იყო სწორიო უარის აი როდესაც ადამიანი მიიღებს უარს უნდა და კონკრეტულად დასაქმება და უარი მოვიდა აი შენი გადმოსახედიდან ყველაზე სწორი გზა როგორ უნდა უპასუხოს ამ ადამიანმა ამ უარს რა იქნება რაც მაინც და მაინც მიხვდეს რომ აი ეს ჩემი ბრალია და მოდი მე უფრო მეტი ან ვისწავლო ან ჩემი რაღაცა ქერექტერი უფრო კარგად განვავითარო იმათ და როგორც ხდება ხოლმე იმათ დააბრალოს რომ ისინი არიან ცუდები და იმათ არ ამიყვანეს თუ აი ყველაზე სწორ გზას აი თვითრეფლექსიას რას ურჩევდი შენ პირადად როდესაც ადამიანი იღებს უარს ძალიან სასურველი ორგანიზაციისგან ეს როდესაც ჩემი გამოცდილება კი არა და ჩემი რჩევა შეიძლება ხა ვიღაცისთვის არ იყოს სასურველი და გააკრიტიკოს კიდევაც მე ეგრე მახასიათებს იქ რაც მოვყევი დღემდე ესე მოდის ჩემთან რომ რა არის ის კონკრეტული რაღაც მიზეზი შეიძლება დავარქვათ როცა სადღაც რაღაცა არ გამომივიდა ეხლა შეიძლება ხო ტენდერებია კონკურსებია მოკლედ ბევრგან შეიძლება მონაწილეობდეთ როგორც ორგანიზაცია საკონსულტაციო სერვისების მისაღებად. ძალიან ბევრჯერ მქონია ეგ კითხვა, რომ აი მაგალითად რატო არჩიეს ის და რატო ჩვენ არა, ხო? და იქ ძალიან მარტივად ვპოულობ ხოლმე მე იქ უკვე პასუხს, რომ ზუსტად იმიტომ, რომ აი იქ არის ის soft მხარე, რომელიც გეხმარება მე გამოცდილების დაგროვებაში. soft მხარეში თქვენ რასაც ხასიათს ეძახით, მე მაგას soft მხარეს ვეძახი. ეხლა რაზე ვსაუბრობ? ჩემი მაშინდელი ის რაც გავაზიარე, რომ ჩემი თვისებები თუ ხასიათი, მოკლედ ურთიერთობების მართვას სჭირდება დრო და კარგი გამოცდილება. მე ესე ვფიქრობ, ურთიერთობები ეს არის, აქ იგულისხმება საქმიანი ურთიერთობები. ამიტომაც მგონია, რომ როდესაც ადამიანი ინტერესი აქვს ადამიანს, რომ გახდეს მენეჯერი, მე მაშინ ის უარი მაგიტო გავამართლე და ეხლაც ვამართლებ. როდესაც უნდა იყოს საპასუხისმგებლო როლზე, პირველი რაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს, როგორ მოусმინოს, როგორ უპასუხოს და როგორ მართოს ურთიერთობები და მერე საქმე. და ჩვენ ყოველთვის ესე გგონია და მეც მაშინ რა თქმა უნდა მაშინ ესე მეგონა და ცოტა გვიან მივხვდი magას რომ მე ხომ კარგად ვიცი ის საქმე რატო არ ამიყვანეს. ამიტომაც საქმე დააყენე პრიორიტეტად. არა, რო ავიღოთ და იმას ავქნათ ესე განყენებულად შევხედოთ, ყველა ის პოზიცია რომელიც მართვას მოითხოვს მართვას ანუ მაღალ მენეჯმენტთანაც, კოლეგე გარშემო და დაქვემდებარებულებთანაც. თანამდებობა ხო არ არის მარტო მენეჯმენტი, ეგ არის მთელი ნაკადი, აი ამ კომუნიკაციის, ურთიერთობების, სადღაც უნდა იცოდეს ადამიანმა დათმობა, მოთმენა, გატარება, ბოდიში სლენგისთვის, გატანა და ამ ყველაფერს სჭირდება კარგი გამოცდილება და საბაზისო უნარები. შეიძლება მარცხი, შეიძლება წარმატება, აუცილებელი არ არის უმარცხი, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებსაც ეს ხასიათი ტიპაშს რო ამობთ, რომლებსაც აქვთ ინტერესი უფრო მეტად ადამიანებთან ურთიერთობებში გააკეთონ ინვესტიცია, მათ ეს უნარიც აქვთ უკვე თანდაყოლილი და სწრაფად აკეთებენ სიტუაციის შეფასებას და ადაპტაციას. და მე მაგალითად უფრო მიმართული და დაინტერესებული და დღემდე მომწონს რაღაცის კეთების პროცესი, ურთიერთობაც მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესი და ეს მთელი ეს ჩართულობით ვარ, როცა რაღაცას ვაკეთებ. ხა მაგალითად გამეცინა დღეს იმაში ვიყავი მანქანის შესაკეთებლად და სამჯერ გამეპარა რიგი, იმიტომ რომ ისეთი ხმაურიანი სიტუაცია, რომ მთელი გულის ყურით რაღაცას ვკითხულობდი და
დამიგვიონ ხო და ხო ხდებით ანუ ჩემთვის სხვა რაღაცა არის აი ეს იმისთვის ურთიერთობები ამიტომ ჩვენი გამოცდილებით როდესაც უყურებთ ის მომდევნო პოზიცია მას თუნდაც მენეჯერი იყოს ხო მაგიტო ახსენე რა ჩემი გამოცდილება მენეჯერისა იყო და ამაზე მივიღე უარი ხო ეგ იყო დანარჩენ შემთხვევებშიც მაგალითად მე რა თუნდაც ამ კონკურსებზე ხო რატომ შეარჩიეს სხვა ორგანიზაცია და მაგალითად არ შეარჩიეს ჩვენ იქაც ეგრე მიდის ურთიერთობებზე მიდის რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციით ხდება ცოდნის გადაცემაც უბრალოდ ინფორმაციის გადაცემაც მოსაზრებების გადაცემაც ურთიერთობების შექმნაც აშენ დობა მოდის კომუნიკაციით აქედან გამომდინარე თუ დავუშვათ მე ნაკლებ რესურსს ვაკეთებ აი ამ კომუნიკაციაში ნაკლებ რესურსს ვდებ კომუნიკაციაში შეიძლება ჩემს შესახებ უფრო არ იყოს ისეთი გამტკიცებული მოსაზრება რომ ხო მოდი ამ ადამიანს ვანდოთ ეს საქმე ვიდრე სხვა ადამიანს რომელზეც შეიძლება მქონდეს მეც კრიტიკული მოსაზრება რომ რატომ ისწეს იმანი მან ხო ეგ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ხა მე მაგალითად რა დასკვნასაც ვაკეთებ არანაკლები კი არა ალბათ უფრო მეტი რესურსი უნდა ჩავდოთ კომუნიკაციის თანამედროვე სამყარო განსაკუთრებულად მოითხოვს ეს ხელოვნური ინტელექტის სამყარო ამას განსაკუთრებულად მოითხოვს ადრეც ესე იყო people skills იყო ეს ანუ უკაცრავად ინგლისურისთვის მსმენელთან მაგრამ აი people skills არის ეგ მართვა კი არ არის მაინდა-მაინც გუნდის და იმის აი მეგობრებთან ურთიერთობა ხო კი ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება ბევრი ხუმრობა თქვა მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა გულისხმობს ასევე იმას რომ მარტო მე რაც მინდა ის კი არ გავიდეს და როგორც მინდა სხვებსაც თავისი რაღაცები აქვთ და სხვასაც შეიძლება რაღაცა აი ვერ გამოსდიოდეს სხვა რაღაცა აინტერესებდეს და მაინდა-მაინც ჩემი არ უნდა გავიდეს რომელიც ხასიათიდანაც გამომდინარეობს ანუ ტიპაჟიდან და რომელიც კიდევ უფრო ფორმირდება ადამიანი რაც უფრო ბევრ წელს გადის ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. სწავლა სიბერამდე აქაც მოდის. ხო, ეგ ეხება აი განსაკუთრებით კომუნიკაციის უნარების პრიორიტეტულობა, ესე დავარქოთ. მენეჯერულ როლებს, ვისაც თუ ნებისმიერს. მაინც ნებისმიერს, ხო? ნებისმიერს. ყველა ეს ადამიანი, რომელზეც ჩვენ გქონია, თუ გქონია ეგეთი განცდა ის რატომ დააწინაურეს, აი ამიტომ. მაგიტო, ხო? კარგი, მე მგონია რომ ძალიან კარგად დავფარეთ ეგ საკითხი და ძალიან საინტერესო იყო. შეგვიძლია გავაგრძელოთ არანაკლები თემა არის, შეგვიძლია ამოვიღოთ. ეს გადავდოთ ასე. კი, გადავდებ. აბა. რომელ პროფესიას ვერ ჩაანაცვლებს AI? სულ იმას კითხულობენ ხოლმე, რომელს ჩაანაცვლებსო და. მე მგონი ჯერ ვერც ერთს ვერ ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით ამარტივებს, იმიტომ რომ მაინც სასწავლი აქვს, რომელ პროფესიას ვერ ჩაანაცვლებს AI, ეს არის პროგნოზი ესეთია, პროგნოზი არის, მეც ასე მგონია, რომ რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს, ეს არის იქ, სადაც ჭირდება კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, ან უფრო მეტად ეგ სჭირდება იმას, როდესაც რაღაცას შევქმნით. კარგ მწერალს ვერ ჩაანაცვლებს, მე ესე მგონია. ვერც კარგ ექიმს ვერ ჩაანაცვლებს, ვისაც ეს კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, კრეატიული, ანუ რაღაცების მოფიქრება შეუძლია, კარგი დიზაინის გადაწყვეტილება რომ შექმნას, ესე ვიტყოდი. ამას ახსნე ხარ რას გულისხმობ. კარგ მასწავლებელსაც ვერ ჩაანაცვლებს და რა ვიცი, ჩემი აზრით ვერც კარგი ურს. ეხლა რაზეა საუბარი, მე ვიტყვი ამას აუცილებლად უბრალოდ მას მარკეტზე გამოსული ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტით, ჯერჯერობით ესეთი პროგნოზია გაკეთებული ვერ ჩაანაცვლებს ფიზიკური სამუშაოების შემსრულებელ ადამიანებს, იმიტომ რომ ჰუმანოიდი რობოტების წარმოება არც თუ ისე მასობრივია, მაგრამ აი ეს large
language-ის უფრო სწორად ფართო ენობრივი ხელოვნური ინტელექტის ათვისება განვითარებაში უკვე დიდი თანხები იხარჯება და შესაბამისად მათ კონკურენციაც გაჩნდა. და ჰუმანოიდი რობოტები, რომლებიც ფიზიკურ საქმეს შეასრულებენ, სამუშაოებს შეასრულებენ უფრო სწორად, ამაში ჯერჯერობით ესეთი ბუმი არ არის. ამაზე ჯერჯერობით საუბრობენ, ჩინეთი არის წინ. ძირადღირებულია ძალიან მაგის წარმოება. და აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ არის, რომ აი მაგალითად მასაჟისტს, იგივე მშენებელს, რომელიც სამუშაოების ზედამხედველობას თუ იმის დაგეგმვას აკეთებს და ასე შემდეგ ეს არის. ამის პარალელურად ექიმზე რო თქვით მაგალითად მასწავლებელზე წესით ერთი შეხედვით შეიძლება პირიქით ჩანდეს. კი, პირიქით, ჩემი აზრით, რასაც ეს არის მარტივი რუტინული სამუშაოები, ამას ჩაანაცვლებს. ხა მაგალითად მომაქვს ხოლმე, რომ მე მომიწია მუშაობა, როდესაც ოპერატორი ტელეფონზე მოპასუხე ოპერატორი გადართავდა ან კლიენტს ან აბონენტს, ეხლა ღილაკებით ვაკეთებთ, მაგრამ ის ღილაკებით გაკეთებული სამუშაოები ადრე გუნდი იყო. იმიტომ რომ იმ ღილაკებით დღეს რასაც მაგალითად დააჭირო ერთი დააჭირო ორი, მაშინ ადამიანები იყვნენ. ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაზე უინტერესო და რუტინულ სამუშაოებს, რომლებსაც მომავალი მაშინაც არ ქონდა მომავალი ეგრეთი ბრწყინვალე და შესაბამისად იყო მაღალი შეცდომებიც, იმიტომ რომ რუტინული და მარტივი საქმე ყოველთვის გიბიძგებს შეცდომებისკენ. დენადობა მაღალი, შესაბამისად ძალიან კარგი მაგალითად გამოდგება ახლა ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში. იმიტომ რომ ყველა ის სამუშაო ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ყველა ის სამუშაო, რომელიც ესეთია ძალიან რუტინა და მეტნაკლები რუტინა, რომ უნდა გამოიყვანოს საშუალოები, საიდანღაც უნდა დაითვალოს, დააჯამოს, გაანალიზოს, დაალაგოს მისი მარტივი ლოგიკის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ლუკმა, მაგრამ თუ ადამიანი აკეთებს ისეთ სამუშაოებს, სადაც აი ამ მონაცემები და საშუალოები და ცვლადების ინტერპრეტაცია უნდა მოახდინოს, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ ანალიტიკური აზროვნება, კრეატიული პრობლემ სოლვინგი, გადაწყვეტილების მიღება, მაგას ვერ ისავს. კომუნიკაციაც კიდე. კომუნიკაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე პერიოდში თვითონ ამასთანაც და ადამიანთან. დამშვიდდი მასთან. ხო, ეს ხვდებით კომერციული, ესეთი ჩემი ტერმინი მაქვს, ეს არის კომერციული ინფორმაცია, რომ დაწიოს რიჩები გაზარდოს იმ სოციმედიაში მე ან სადაც იმეშრება, რომ არიქაი ხა რას ჩაანაცვლებს, ხო. და ჩემი აზრით, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ესე ხა საუბრობს, რომ უნდა შეამციროს თანამშრომლები ან შეამცირებენ, ზუსტად იმ თანამშრომლებს ამცირებს, რომლებსაც აი ესეთი ძალიან რუტინული საქმეები ებარა, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ამ AI-ით და software-ს აკეთებს. ხო, ეხლა Amazon-იც აპირებს რაღაცნაირ თანამშრომლის შემცირებას, მაგრამ იმას კივას რობოტები ძალიან დიდი ხანია აქვს, ხო, Amazon-ს და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა ეს ამ AI-ის ბრალი არა, სხვა ავტომატიზაციის შედეგად გრძელდება. ამასთან ეხლა კიდევ რაც საინტერესოა, ხომ ერთი მიმართულებით საუბარი არასოდეს არ ღირს. პანდემიის პერიოდში უამრავი, აი ძალიან ესეთი სტიქიური დაქირავებები მოხდა. მერე 22 წელს გაეშვა ხელოვნური ინტელექტი, ამ სტიქიურ დაქირავებებს მოყვა მერე უკვე ჩახსნა, იმიტომ რომ მაშინდელი საჭიროება აღარც იყო და უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს. ხალხი ისევ გავიდა ფიზიკური სივრცეში იმისთვისაც ყავის დასალევათაც და სამუშაოთაც, ხომ ასე არის. აქედან გამომდინარე, აი ეს ჩანაცვლებაზე კიდევ ერთხელ დავსწრენ, ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეს არის უბრალოდ კომერციული ინფორმაცია, რომ ყურადღება აწიოს და მეტი engagement-ი კონდეს ინფორმაციას. მეორე, ეს არის კომერციული, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტში მეტი ინვესტიცია გაკეთებული იყო და დღეს დილასაც ვკითხულობდი, რომ უკვე სერიოზულად საუბრობენ თვითონ აი ამ ინტელექტის, უბრალოდ ამ ტექნოლოგიის შემქმნელები, რომ ბაბლია და შეიძლება გასკდეს მალეო, ხვდებით, აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ესეც და მესამე
ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, რა გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა. ვერც ერთი კომპანია ვერ ამბობს, რომ ან პროდუქტიულობა გაზარდა, ან მოგება მოიტანა. მართლა ეგ კვლევებით ესე ჯერჯერობით არ ჩანს ზედაპირზე? თვითონ დამფუძნდა. ხო, ანუ აი რომ ნახოთ ეს ფაინანშალი ეკონომისტი რა შედეგები მოიტანა, ყველა საუბრობს ჯერ ახლა ტექნოლოგია უნდა ვნახოთ ეხლა სწავლობს მისი შედეგი რა იქნება. ხო, არის საინტერესოა. ხო, ანუ ესე სხვათა შორის ხელაღებით ვერ ვიტყვით რომ უირა კარგი. ეხლა ჩვენ სამოხმარებლო დონეზე რო ავიღოთ. ნახეთ როგორი ამბავია, ყველა ამბობს რომ დროს მიზოგავს. ეხლა მან ძალიან თამამად შეიძლება დაისვას კითხვა რომ რა საქმის გაკეთებაში გიზოგავს დროს, უბრალოდ რა არის იმ დაზოგილი დროის შედეგად მიღებული შედეგის ხარისხი. ეს საოცარი ის არის თემა, ცალკე თემად უნდა ისაუბროს ყველამ, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დროს მიზოგავს, მეც მიზოგავს ბერამეში დროს, უბრალოდ მე კეთილსინდისიერად ვიქცევი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ჩემი მომავალი, ჩემი პასუხისგებლობა და ხელოვნურ ინტელექტს არ დავაწერინებ, მაგალითად, არც სტატიას, არც რეპორტს, არც რაიმეს ანალიზს, იმიტომ რომ დრო დამიზოგოს, არა. დავასერჩინებ, research-ს გავაკეთებინებ, რომ რა შეიძლება იყოს, რომ მე უნდა გავაკეთო, ხო, არც მე მგონია, რომ ესეთი შეხედვა შეიძლება სასარგებლო იყოს. ჩემი ესეთი ცოტა ესეთი მყარი კი არა, შეიძლება ეგოისტური მოსაზრებაა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ჩემსაზე უკეთესი. კი, ძალიან საინტერესოა. სხვა შორის არ არის ეს მხოლოდ სუბიექტური შეფასება. Bloomberg-ზე შემხვდა MIT-ის კვლევა, რომ რაღაცა 5% შეიძლება შეიხოს ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ეს ჩანაცვლება, ასე ვთქვათ, რომელიც ესე ყველადაღებული თემაა რა, თორე კვლევებიც არ იძახიან მაგას, რომ ყველას ჩაგვანაცვლებს არ მომთხოვს. არა, MIT იძახს 5%. ეხლა რო ჯამოთ ჩვენი კითხვა, ჯერჯერობით საუბარი არის იმაზე, რომ ყველა ეს საქმე, მაგალითად, იმის რეკრუტერებს ჩაანაცვლებს, რეკრუტერებს შეამცირებს სამუშაოებს. ეს რო დადგება, ეგ იქნება საინტერესო. ახლა ამისი განვითარება ხდება ATS-ებში და თუ რეკრუტერის საქმეს მოაცილებს, რომლის გამოც რეკრუტინგი უინტერესოა, სამაგერო დროს გამოუთავისუფლებს, რომ რეკრუტერს ურთიერთობა ჰქონდეს კანდიდატთან, ანუ candidate experience, ანუ კანდიდატის გამოცდილება შექმნას და გააუმჯობესოს, ხვდებით? და ამიტომ ეს მაგიტომაც დავარქვი მე, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეს არის კომერციული მესიჯები, რომ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ იცის. ეგრეა. მეც ვეთანხმები აბსოლუტურად მაგ მოსაზრებას. წავედით შემდეგი კითხვისკენ მაშინ. არგენტ. რა შეცვალა ჯენზიმ დასაქმების ბაზარზე? ეხლა ამას დავაზუსტებ. ვის გულისხმობ ჯენზიში? არა. დასაქმების ბაზარზე მოდი ესე ვთქვათ, რისკენ უბიძგა კომპანიებს რა ცვლილებებისკენ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მიმზიდველები გახდნენ. იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად ჯერ შეიძლება ესე არ არის, უფრო რაც მილენიალები შეიძლება იყვნენ რაც კრიტიკული მასა, მაგრამ მალე ალბათ ჯენზი გაცილებით უფრო დიდ წილით იქნება წარმოდგენილი სამუშაო ძალაში. პირველი რასაც უბიძგა, ეგ არის გარემო და ბენეფიტები. ანუ შეღავათები, ესეთი იმითი რომ წარმოვიდგინოთ. გარემო ჯენზი უფრო მეტ სითხოს შეღავათს? არა, მოერგო, მორგება საჭიროა ისედაც, მორგება კი არა, ცოტა ცუდი სიტყვა, ანუ შეღავათები ხო ეს არის ის არაპირდაპირი გადახდა, რომელიც ორგანიზაციაში დასაქმებულს შეიძლება ჰქონდეს და დრო ვერ დაუთმოს, იმიტომ რომ 8-დან რომელიღაცა უბრალოდ 10-დან 8-მდე იმაში არის. შეღავათების დეფინიცია ასევე გვაქვს ესეთი, რომ ეს არის არაპირდაპირი გადახდა, რომელიც ინდივიდის საჭიროებებს უნდა ანაზღაურებდეს ადრე და ყველაზე ტრადიციული ეგ არის ჯანმრთელობის დაზღვევა. მერე უკვე გაჩნდა სხვადასხვა ტიპის შეღავათები, აი მაგალითად მე მახსოვს პერიოდი, როდესაც კარგ დამსაქმებლად ითვლებოდა ყველა ეს კომპანია, ვისაც ანაზღაურებადი day off-ი ჰქონდა თვეში
თუ ერთი დღე ან ზოგს ჰქონდა კვარტალში 2 დღე ძალიან კარგი იყო ეს და ძალიან კარგი დამსაქმებლად მოიდა ამით ვტრაბახობდით. შობლების გარდა ხო? რა თქმა უნდა შებულების გარდა და ამით ვტრაბახობდით რომ აი ჩვენ დეიოფები გვაქვს. მე ახლა ეს ნელ-ნელა გაჩნდა ისეთი შეღავათები როგორიცაა ფიტპასი. ახლა ფიტპასი ყველას აქვს მე მგონი. ხო, მე ახლა პანდემიის დროს სახლიდან მუშაობა ზოგმა დაიტოვა ჰიბრიდი და ეს ჰიბრიდიც თითქმის არა ყველას არა გადაჭარბებული, ბევრმა დაიტოვა და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ამ მოდელზე მუშაობს, ხო, ჰიბრიდზე ხან სახლიდან ხან ოფისში, სიამაყით ამბობს, რომ ჰიბრიდი აქვს. ჯენზისთვის ეს ძალიან მისაღებია. თუ არიან ორგანიზაციები, სადაც მაგალითად შინაური ცხოველის მიყვანა შეუძლიათ, ამაზეც ძალიან იმათ საუბრობენ. თუ არის გარკვეული მაგალითად საინტერესო სოციალური შეღავათებიც, რომ მაგალითად იგივე ქველმოქმედებას აკეთებენ, ქველმოქმედებით საქმიანობებში არიან ჩართულები, მაგალითად აკეთებენ ისეთ პროექტებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს. რამდენიმე კომპანია გამახსენდა ახლა და არ დავასახელებ რეკლამის გამო, დარწმუნებული ვარ, შენც გაგახსენდებოდა. ხო, აქაც ძალიან ესეთი მოკლედ ხაზგასმით ამბობენ, რომ აი ჩვენი კომპანია ამას აკეთებს. როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, თუ დავუშვათ ორგანიზაციაში თანამშრომელი სწრაფად იცვლის სამუშაოებს, ანუ ვერტიკალზე კი არა, სხვადასხვა პროექტში გადადის, ამაზეც ამბობენ, რომ ჩვენთან სხვადასხვა საქმის გაკეთება შეგიძლიათ. ესენი არის ისინი, რაც მაგალითად ამ თაობას აინტერესებს კონდეს პასუხისმგებლობა ორგანიზაციას საზოგადოებაზე, რომელშიც ფუნქციონირებს, ოპერირებს თანამშრომლებზე. და ჩემი აზრით, კარგი ორგანიზაციის ორი აუცილებელი პირობა ეს არის და ეს მდგრადი და შედეგები მდგრადი ამ ორით აუცილებლად მიიღწევა. ამიტომ ჩვენთან რაც გაჩნდა, ეგ არის შეღავათები, მოქნილობა, ოღონდ კიდე ერთხელ დავზენ, ყველა არა არსებობენ ორგანიზაციები, ცვლილებები ესე იწყება ცოტათი, ხო, ესეა, ხო? შეღავათები, მოქნილობა სამუშაო ადგილის და მოქნილობა კარიერული განვითარებით. ანუ რო წარმოვიდგინოთ agile კარიერა სხვადასხვა პროექტებზე, გადაიყვანონ სწრაფად ეს ადამიანები. კიდევ რაც შეიცვალა, რაც ჩემი აზრით თლად კარგი არ არის, ჩემს აი ადრეულ იმაში მეხსიერებაში მახსოვს, ერთხელ ბატონი კოლა მარკოზაშვილი ამბობდა, რომ ნაადრევად კი არა, ძალიან ახალგაზრდა მენეჯმენტია, რაც ნაადრევ დაბერებას გამოიწვევს მენეჯერული უნარების და ეხლა გვაქვს ანალოგი, როდესაც ახალი ჯენზის ახსნე, მაგალითად ახალგაზრდების მენეჯერებად დაწინაურება, მენეჯერის საქმე და პასუხისმგებლობა გაცილებით დაიწია მაგასაკმა. კი, დაიწია მენეჯერის სასაკმა და მენეჯერის პასუხისმგებლობა მე მაღალია და ენერგიის გაწოვას მალე აყენებს და გადაღლაც მალე ხდება. შესაბამისად, მალე ვიხილავთ, მე ესე მგონია, კარიერული პაუზის მსურველების დიდ რაოდენობას. უკვე არიან. ამ პოდკასტის პირველი რამოდენიმე ეპიზოდი ზუსტად მაგ თემას დაეთმო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს მაგას. აბსოლუტურად ვეთანხმები მაგას. მაგ ქცევას, იმიტომ რომ ჩემი ახსნაც მაქვს ამაზე, რატომ ხდება, სავსებით გასაგებია და ვეთანხმები რომ უნდა დაისვენოს ადამიანმა, თორემ გადაღლილზე სტრესი, ანუ სტრესის ჰორმონები მაღალია, სტრესის ჰორმონები იწვევს მერე არასწორ ქცევებს და გადაწყვეტილებებს, მოკლედ ისე ეფექტურად არ მუშაობს ტვინი, მეც მქონია და ბევრჯერ გამოცდილება აი ცოტა ესეთი არასტაბილურ გარემოში მიღებული გადაწყვეტილება არ არის სანდო. შეცვალა თუ არა ჯენზიმ სამსახურიდან სამსახურში გადასვლის ვადა. და ჩემი აზრით, ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავიც არის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ჩდება თუნდაც აი ეს საჭიროებები ბაზარზე, ამ თაობამ სხვადასხვა სამუშაოებს შეასრულოს და ძირითადად ეგ არის ციფრული ეკონომიკის პროფესიები და ამას გარდა ძალიან სწრაფად ჩდება ახალი პროფესიებიც. მესამე, ყველა საინტერესო მაგაზე არავის არ უსაუბრია, ის
საქმეები, რასაც დღეს ეს თაობა სწრაფად უღებს ალღოს, სწრაფადვე ითვისებენ, იმიტომ რომ ისეთი დიზაინისაა მათზე მორგებული. არ არის. არ არის მორგებული. პირიქით მარტივად სწავლობენ, მათზე მორგებული დიზაინი არის მეტი გამოწვევა. და მალევე მრავალ, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი. ანუ უფრო მეტად პორტფოლიო რო წარმოვიდგინოთ, ვიდრე job description-ი. გაცრავად ისე, საუბრობენ ხოლმე job description, არა, ფართე როლი, მრავალგვარი ამოცანებით, სადაც მოწყენის საშუალება არ ექნებათ. ეხლა ეგეთი სამუშაოები იდეაში მე სიამოვნებოდა, მაგრამ ჩვენ დროს მენეჯმენტის ინჟინერია და სამუშაოების დიზაინი განსხვავებული იყო. ეხლა აი ამ ჩემი მოსაზრების გასამტკიცებლად მოვიდან მაგალითს, ეხლა ბევრი ადამიანი ამობს და მეთანხმებიან ხოლმე რომ ჩემ job description-ში სხვა რამე წერია და სხვას ვაკეთებ. ეგრეც უნდა იყოს, რომ ამბობ ხოლმე უკვერთ. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ერთი კითხვა არის, რომლის პასუხიც ძალიან მაინტერესებს და მინდა რომ მალე მივიდეთ მაგ თემამდე. იმიტომ მივდივართ ესე. არა, ისედაც, მაგრამ ოდეს მე გადავლენ ქართული. ესა. ეგ. ხო, ამაზე სხვათა შორის ცოდვა. ჯერ წავიკითხოთ, რომ მაყურებელმა არის ის. ოდეს მე გადავლენ ქართული კომპანიები 4 დღიან სამუშაო კვირაზე, ხო. ესე იგი ამაზე ადრე მახსოვს რომ თქვენი კომპანია იყო პირველი, რომელსაც ძალიან აქტიურად და იმითი მოვუწოდებდი, რომ გადადით 4 დღიან სამუშაო კვირაზე, როცა გადავედით ჩვენ და მაშინ საზოგადოება მაკრიტიკებდა და მწყინდა რომ რატომ აკრიტიკებენ. მწყინდა ეს ცოტა ისეთი მითი რა გაგებთ, მიგვირდა რომ შენ ნუ გადახვალ რა გინდა და რასაც ამბობდნენ დღეს კიდე უფრო კარგად მაქვს გააზრებული, რატო არ ეთანხმებოდა თუ რატო ბევრი ამბობდა რომ სად გვაქვს ჩვენ 4 დღიანის შესაძლებლობა. ფუფუნება, კი, ხო, მოკლედ ჩვენი შემთხვევა რომ ავიღოთ, შეიძლება თუ არა გადავიდეთ ამ 4 დღიანი კვირაზე, ვინც ეხ ბევრი ქვეყანა გადადის და ვინც გადადის, იქ არის ეგეთი მოცემულობა. სამუშაო ტექნოლოგიები განვითარებულია და თანაბრად ათვისებული. აი ეგეთი ამბავი არის. ტექნოლოგიები სამუშაო და საკომუნიკაციოც და მართლობითიც რო წარმოვიდგინოთ და იქ დავუშვათ მონაცემების შესაგროვებელ და მისი მოკლედ მონაცემების მართვაც, მოდი ესე ვთქვათ, როდესაც განვითარებულია, თანაბარი რესურსი არსებობს იმისი, რომ რეგიონი იქნება თუ ქვეყანა თუ ქალაქი, აი ეს როგორ ვთქვათ, ეს ტექნოლოგიები თანაბრად გამოიყენება. ახლა რა იგულისხმება ამაში? როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება, რა თქმა უნდა, ადამიანის შესაძლებლობები და პროდუქტიულობა და დატვირთულობაც, რა თქმა უნდა, იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად ისეთი ქვეყნების მაგალითს, სადაც ეს 4 დღიანი სამუშაო კვირები შედის, მაგალითად სკანდინავიური ქვეყნები, იმათი ტექნოლოგიური, ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით პროგრესულია, ვიდრე მაგალითად ჩვენი. კიდევ რატო, ეხლა რაში გადაითარგმნება ამ ტექნოლოგიების საჭიროება, რომ თანაბრად იყოს? მინიმუმ იმიტომ, რომ 5 დღე კი არა დაჭერდეს საქმის გაკეთებას, არამედ 4 მართლა. ანუ 5 დღიანი ჩართულობა არ იყოს საჭირო. Microsoft-ი პატარა მაგალითი ჩანართი აქვე, Microsoft-ი ტესტავდა იაპონიაში. Microsoft-ს ამის ფუფუნება აქვს, იმიტომ რომ იმ სამუშაო მოცულობისთვის, შედეგებისთვის 4 დღე საკმარისი იყო. ამიტომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც advanced პროგრესული ტექნოლოგიები განვითარებული და თანაბრად ათვისებული აქვს, ეს ტექნოლოგია აძლევს იმის საშუალებას, რომ ამბიცია და შედეგები 4 დღეში გაკეთდეს, კი? მეორე 4 დღეში გაკეთდეს არა იმიტომ, რომ ადამიანების შემცირების ხარჯზე, არა, არამედ ადამიანების უნარებიც უფრო პროგრესული არის. ყოველი ახალი ტექნოლოგია ჩვენგან ახალ უნარებს მოითხოვს. ეს ფაქტია. თუნდაც აპლიკაციები რო იცვლება, თუნდაც iOS-ის აპდეითი
რო ავიღოთ, ხო მინიმალური, მაგრამ მოითხოვს, რომ სხვანაირად რაღაცა უნდა გააკეთო და შესაბამისად ეს რო წარმოვიდგინოთ ახლა სამუშაო ტექნოლოგიებზე, ახალ უნარებს მოითხოვს. ამიტომ იქ თვითონ ტექნოლოგიები და უნარები პროგრესულია და ამიტომ 4 დღეში ჩაეტევა. ეხა მეორე კიდევ რაში და რატომ ყველა ის განვითარებული ეკონომიკის ეკონომიკა, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან კარგად იაზრებს, რომ თუ ადამიანი 4 დღე იმუშავებს და 3 დღე იქნება თავისუფალი, უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელი ხო იქნება და ამას ჩააბრუნებს ეკონომიკაში. სხვა აქტივობებით დაკავდება იშოპინგებს, რის გამოც მაგალითად ფორდმა გადაწყვიტა და ინოვატორი იყო, რომ ადამიანებს ემუშავათ 5 დღე და შაბათი კვირა დაესვენათ, იმიტომ რომ იშოპინგები ადრე ეგეც არის. კი, ხო. ადრე შაბათ კვირაც არ ქონდათ ადამიანებს. მუშაობდით, ხო, ეხა ეს არის რომ ეკონომიკაში დაბრუნდება ეს ფული. ან მაგალითად ეს ადამიანები, ვინც ამის პარალელურად ადამიანები შეძლებენ რომ ერთი რომ ჯანმრთელობაზე იზრუნონ, მეორე რომ მისი დაისვენონ, მენტალური ჯანმრთელობა არ არის მითი, თანამედროვე სამყარო ძალიან სტრესულია და ეს შეიძლება მიგიქცევია კიდევაც ყურადღება, აი ეს ADHD ძალიან პოპულარული გახდა, ხო ეს არის. მე მგონი ყოველი მეორე ადამიანი იძახის რომ ეს ტექნოლოგიების ეს არის შედეგი, ხო, ამაზე იზრუნებს და რატო სჭირდება ახლა ეს განვითარებულ ეკონომიკას? იმიტომ რომ ჯანმრთელი საზოგადოება უფრო მეტ დოვლად შექმნის. აჰა, ოკეი. ესეა. და მესამე, კი და მეოთხე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე ხარჯიანია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის და ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ როდის გადავალთ 4 დღიან, ოდესმე გადავალთ თუ არა 4 დღიან სამუშაო კვირაზე, თუ ვიქნებით განვითარებული. ალბათ იქნები, ხო, თუ მოხდება რომ ჩვენთანაც სწრაფად განვითარდება სამუშაო ტექნოლოგიები. ცოდვა გამხელილი სჯობს, მეგონა და წამდა რომ რატომ არა ცადე, მაგრამ ეს არის ციკლი, ანუ მთელი ციკლი უნდა გაიაზრო, რომ მაგალითად ილაპარაკო მე თამამად. და ხო ჩემ ორგანიზაციაში ეს შესაძლებელი იყო, ამიტომ შეიძლება რომ არსებობდეს თითოეულა კომპანია. ხო, აი კითხო მინდოდა ამაში, ეხლა ქვეყანა ძალიან ამბიციური არის, მაგას არც განვიხილავ, რომ ზოგადად ქვეყანა გადავიდეს, მაგრამ რა ქართული კომპანიები მეც ესე მოუხარშე ქვეყანაში. ალბათ ქართული კომპანიები, აი მე მგონია რომ მაგალითად გარკვეულწილად კი დაგვაძალა ბჭყალებში პანდემიამ რო დისტანციურად გვემუშავა, მაგრამ რაც დომინოს პრინციპისავით მიება რამდენიმე კომპანიის, თუნდაც დიდი კომპანიის მაგალითი და ყველა მერე გადავიდა ამაზე. ხომ არ შეიძლება რომ რამოდენიმე კომპანიამ ჯერ ალბათ არა, მაგრამ რამოდენიმე წელში გაბედოს ეს ნაბიჯი და რაც დომინოს ეფექტი მივიღოთ. თუ დავუშვათ იქ ოპერაციები ისეთი დიზაინისაა, რომ შესაძლებელია რომ 5 დღის საქმე მართლაც 4 დღეში ამას თან ხელს უწყობს განვითარებული უნარები და სამუშაო ტექნოლოგიები, ანუ ბიზნესის თვითონ ბიზნეს ოპერაციები, ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიური რესურსები, სამი თუ თანხვედრაშია, რატომაც არა. და ისევ ამ თემაზე ბოლო კითხვა, შეიძლება თუ არა იყოს ეს მთავარი ბიძგი ჯენზი, რომლისთვისაც ეს ბენეფიტები მთავარია და შეიძლება მათთვის ძალიან გადამწყვეტი აღმოჩნდეს თუნდაც 4 დღიანი სამუშაო დღე. როგორც ბენეფიტი. რა კი ახლა ეს თაობა აფასებს და სწორად აფასებს, ასე უკეთესია რომ თქვათ, რომ სამუშაოს გარდა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრებაც და ამაზე საუბრობენ გაკურვებით ხოლმე, რომ აი თურმე ესეა. შესაძლებელია რომ და თან თუ მართლაც ესე განვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომ ჩვენი სამუშაოები შეასრულოს, ნახოთ როგორი იქნება აგენტური AI, ხო? იქ მაგას შეუძლია ჩანაცვლება. შესაძლებელია რომ თქვათ, რომ მაგალითად ჯენზის კონდეს 4 დღიანი სამუშაო კვირა მომავალში, ან მომდევნო თაობას, ალფა თაობას, მასაც ხო თავისი სახელი აქვს.
ისე მე მგონია რომ მომავალი არის ნამდვილად 4 დღიანი სამუშაო კვირა. სხვა შორის ადრე წავიკითხე გარანტირებული შემოსავლის რეფორმა ექსპერიმენტიც იყო თუ არ ვცდები ნორვეგიაში, ანუ ნებისმიერი ადამიანი მუშაობს არ მუშაობს, სახელმწიფო ხელფასს უხდის და როგორც მე გაირკვა ეს ექსპერიმენტი, უბრალოდ მე ამოხსენი, იმიტომ რომ ყველა ეს ქვეყანა, რომელიც აი ამ ტექნოლოგიას ისე გამოიყენებს, რომ ახლა დოულათი შექმნას, უნდა გადაუხადოს თავის ადამიანებს, იმიტომ რომ არსებობენ და ცხოვრობენ და იმ ქვეყნის ეკონომიკურ, მასში კონსუმერულ, მასში მონაწილეობენ ციკლში. ოკეი. აი ბატონო. გადავიდეთ, მე მგონი, ბოლო კითხვა ორი დარჩა. ორი დაგვრჩა. ვილაპარაკოთ ტოპ 3 მიზეზზე, რის გამოც ადამიანებს უჭერთ სამსახურის დაწყება. პრინციპში ეს ცოტა შევეხეთ, მაგრამ თუნდაც შევაჯამოთ. მე მგონია რომ მაინც ეს ინდივიდუალურია და ჩემი სუბიექტური მოსაზრებით რა გამოცდილებებიც მომისმენია თუ ადამიანი ნებისმიერი სამუშაოს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება კი არა, თუ ნებისმიერი ხელობა თუ პროფესია აინტერესებს, უბრალოდ საქმე აინტერესებს ნებისმიერ ორგანიზაციაში, ანუ ბევრიდან ბევრი შანსი არ გამოუვა, იმიტომ რომ როგორი ის არის იცით, რომ გნებავთ შერჩევის პროცესში, გნებავთ საკუთარი мотиваციის დამტკიცების თუ გამჟღავნების პროცესში ხარისხიანი კომუნიკაცია ვერ ექნება. ესე იგი, თუ ადამიანი სამუშაოს უჭერთ სამსახურის დაწყება, ჩემი აზრით ესეთია, რომ ყველგან არ უნდა იყოს წარმოდგენილი კანდიდატი. ალბათ ყველგან კანდიდატად თუ არის წარმოდგენილი ამის გამო. ესე მგონია მე, ეს ერთი ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ესე მგონია, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველა საქმე ერთნაირად აინტერესებდეს. თუ დასაქმება გვინდა, ყოველთვის ჯობია რომ რა არის პირველი 2-3 სადაც კომპანია, სადაც ვიმუშავებდით, რატო ვიმუშავებდით და რა სამ საქმეს გავაკეთებთ და ეს ძალიან ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა მათთვისაც, როცა ფიქრს იწყებ, რომ აი რატო და რა მოხდება თუ ამიყვანენ. ეგ მე ესე დაეხმარება ინტერვიუს საინტერესო ინტერვიუს გაკეთებაში. მეორე მიზეზი, რაც მგონია არის, რომ ადამიანები არასწორი ფორმა. ადამიანი არ ემზადება, კანდიდატები არ ემზადებიან გასაუბრებაზე მისასვლელად. მე ვერ ვიხსენებ იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომ აი დაიწყოს ფიქრი, თუნდაც როგორ უნდა წარადგინოს თავისი თავი, რითი ამაყობს, რა მიღწევები აქვს სამსახურში, სწავლაში, რა არის მისი აი ესეთი უნიკალური თვისებები, რაც სხვას არ ექნებოდა. ესე არ აკეთდება ხოლმე და მაგიტომ არის, რომ მე ის რეკრუტერი თუ კომპანიის წარმომადგენელი ბევრ ერთნაირ პასუხს რო ისმის. განსხვავებული მოწონს. განსხვავებული, ვინც მოახერხებს, იმისი მოსწონს. ამიტომ ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, ეს თვითონ ჩვენთვისაც ძალიან ესეთი არის აი რეფლექსიისთვის ძალიან საინტერესო პროცესი არის, რომ რა არის ის, რაც მე მაგალითად მარტო მე ვიცი, შეიძლება სხვა მარიცოდეს, რა არის ის თვისება ან ხასიათის ის თვისება, რა ვიცი, ნიშანი, რომელიც მახასიათებს და დამეხმარება, რომ კარგი თანამშრომელი ვიყო, რა მიმიღწევია, თუ მაქვს რითაც კმაყოფილი ვარ და მომწონს. დიდი პროექტი რაც გაიკეთებიან რაღაც. ნებისმიერი რამე, რაც კმაყოფილი ვარ და მომწონს. ასეთი რამეების გააზრება ადამიანის ხასიათშიც ძალიან პოპულარულია. აი მაგალითად საკუთარ გამოცდილებას მოვყვები, ხშირად მაქვს ხოლმე რაღაცნაირად ესე უიმედობა და ვაი და ვაი და მე რო დავიწყებ ხოლმე ფიქრს 1 2 3 ხომ კარგია. რომ იყვები ხოლმე მე. მე ვამბობ რომ კარგია, კმაყოფილება გეთანხმები მაგნაწილში მომზადების. მე პირადად
ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დამხმარებია. იმიტომ რომ დაახლოებით ხო ვიცი რომ მაგას ყველაზე გავრცელებული კითხვა არის რომ აი მაგალითად რატომ აინტერესებს ეს და იმიტომ რომ განვითარება მინდა, ყველაზე ხშირად გაცემული, ყველაზე სტანდარტული და ყველაზე ზოგადი და ამის ნაცვლად თუ იტყვის, იმიტომ რომ ამ საქმეში ეს მაინტერესებს, თქვენ კომპანიაში ეს მაინტერესებს და მინდა რომ ეს ვისწავლო, 50%-მდე გაუზდეს შანსს სამსახური დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იყო ეგ. კი ბატონო. კაი ბატონო. წავედით ბოლო კითხვაზე მაშინ. მაღალანაზღაურებად პოზიციაზე CV უფრო მნიშვნელოვანია თუ კონტაქტები კონტაქტები. ეხლა მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასასაქმებლად თუ შესანარჩუნებლად? შესანარჩუნებლად არა. Რო უნდა ადამიანს კონდეს მაღალანაზღაურებადი ერთიც და მეორეც როგორც წეხან მახსენეთ. თანაბრად. გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით გამოცდილება მნიშვნელოვანია მაღალანაზღაურებადი პოზიცია. ეხლა მაღალანაზღაურებადი პოზიცია თანამედროვე სამყაროში არის უკვე არა მენეჯერულიც, ადრე იყო მენეჯერული. მხოლოდ მენეჯერული. ხო, ეხლა არა მენეჯერულიც და მენეჯერულიც. არა მენეჯერულზე აუცილებლად მნიშვნელოვანია კომპეტენცია, პროფესიონალიზმი. აუცილებლად მაგალითად ტექნოლოგიურ სფეროში არის საქმეები, სადაც ძალიან მაგარი უნდა იყო იმ საქმეში, ხო ესეა, თორე მენეჯერათაც ვერ მიგიღებენ. აი ეგ არის, სადაც ცოდნას მოაქვს ნდობა. და არსებობს პოზიციები, სადაც კონტაქტებიც ძალიან მნიშვნელოვანია და კონტაქტები არ ვიცი ხა აქ რა იგულისხმება, მაგრამ მე ესე ვუყურებ ნეტვორკი, რომელმაც შენი მიღწევების, შედეგების, უნარებისა და ნიჭების შესახებ იცის. კი. ამიტომ ეს არ არის ნეპოტიზმი და ასე ვთქვათ, ცუდი ფორმა, როგორც ხდება ხოლმე და ნეპოტიზმი თავისი იმითი ნეგატიური ის აქვს, ხო დატვირთვა, მაგრამ იცოდით რომ ნეპოტიზმი ძალიან პოპულარული ხდება თანამედროვე სამყაროში. იმიტომ რომ ნეპოტიზმი ჩვენ ცუდად გვხდება, მაგრამ ნეპოტიზმს აქვს ასევე კარგი ისიც, ეგ არის რეფერალები, რეკომენდაციის გაწევა, სხვანაირი სინონიმით თუ მოვიტანთ. ანუ ერთ-ერთი არ ემთხვევა ნეპოტიზმის სხვა არის და რეკომენდაცია სხვა არის. თუმცა მე ვიცი კომპანიები რეფერალში პულს იხდიან პირიქით, რომ შენ მოიყვანო კარგი ჩვეულებრივი ის არის საბონუსე ანაზღაურებას მისდევენ, ჩვეულებრივი პრაქტიკა, ამისი ინიციატორი და შემქმნელი ამ შემთხვევაში ნამდვილად არის Google და სხვა რაღაცეები რომ მიეწერება ხოლმე არა, გადმოღებულია. ხო, რეფერალების სისტემა, იმიტომ რომ Google-ის გამოცდილება მაშინ იყო ძალიან მაღალი სტანდარტი და ვეღარ გაწვდა მოკლედ ამერიკის ტალანტების ბაზარი იმ სტანდარტს პლუს ამას 8 თვე იყო შერჩევა და შესაბამისად თანამშრომლების რეკომენდაციები რომ Google-ერი და აი მე რაზე რითაც საუბარი დავიწყეთ აქ კარგად შემოდის Google-ერი ყოფილიყო ეგეთი მაინდსეტის და ღირებულების ადამიანი მოეყვანა. ამაში პირდაპირ თანხა გადაუხადა თანამშრომლებს. თუ დავუშვათ მე გავუწევდი ლევანთ აღიაშვილს Google-ის იმაში, რა ქვია, moonshot პროგრამებში რეკომენდაციას და მე დავსაქმდებოდი. თუ ერთი წლის შემდეგაც Google-ში მუშაობს. ეგ არ ვიცოდი. ანუ ერთი წელი უნდა გაჩერებულიყო Google-ში. აუცილებლად ბონუსს აიღებდა. ძალიან კარგი. ხო, და მაღალანაზღაურებადი პოზიციებზე კიდევ რო ვთქვათ, დღეს მე პირადად მომწონს, რომ მარტო მენეჯერები აღარ არიან მაღალანაზღაურებად პოზიციები, მაგრამ არის მართლაც რომ მაღალანაზღაურებადი პოზიციები, ეს არის ანაზღაურება იმ ესე დავარქვათ ენერგიაში, რომელიც სჭირდება სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას, ხედვის ფორმირებას, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება არის ერთ-ერთი საინტერესო დინამიური და რთული პროცესი, როდესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამ გადაწყვეტილების მიმღებებს, იმ შედეგებზე, რაც დადგება უახლოეს ან ცოტა გრძელვადიან მომავალში, ამიტომ მაღალანაზღაურებადი პოზიციები ესენია. ხო, რო შევაჯამოთ მაღალანაზღაურებადი პოზიციისთვის CV
ჯერ CV ესე რომ წარმოვიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ნეტვორკი ვიდრე კონტაქტები. ნეპოტიზმის შესახებ არასოდეს არ ყოფილვარ მაღალი აზრის, მაგრამ რეკომენდაციები მომწონს. ოკეი. კაი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლევან. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და ვისაც სურს რომ ზოგადად თანამედროვე კორპორატიულ ტენდენციებს ფეხი აუბას ასე ვიტყოდი, კარგი ინსაიტები შეუძლიათ რომ წაიღონ რაღაცა საინტერესო. გამიხარდება თუ ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ჩვენ კი ვეცდებით რომ უბრალოდ დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარ თავის პოვნაში, კარიერულ განვითარებაში თუ არ ვიცი, უფრო მეტი შემოსავლის შოვნაში. მადლობა და დროებით. მადლობა, ნახვამდის. გამარჯობა. ეს არის კიდევ ერთი პოდკასტის YouTube-ზე. დღეს თუმრად ყავს